130. 135. 140. მე მიმდინარე მაქვს ჩართული რა. უდას ველოდები სადამდე გამომყვება. 100 მილიონი ოთარ. 300 რა. 300 მილიონი. Let's go guys. Please. იგუდა რა ჩოქერი აბა რა არის? რონი არტისტი? კაჭი იგუდალა. Bad mother. იგუდალა ძალიან მიყვარს. 240, 245, 250, 255, 260, მაინტერესებს ამაპირებს მაწვალოთ. 265 მოგესალმებით მეგობრებო, სეტი, მორიგი ეპიზოდი და კვლავ აუქციონი. ამჯერად და პირველად და შეიძლება უკანასკნელადაც 4 ადამიანი არის აუქციონის მონაწილე. იმიტომ რომ დაიწყო NBA სეზონი და NBA სეზონს უნდა შევეგებოთ პირველ რიგში რით აუქციონით. ჩვენი YouTube ჩენელის საუკეთესო რა, ყველაზე პოპულარული შოუთი. დღევანდელი მონაწილეები: მინდია ციკლაური, NBA-ის მოყვარული. გიორგი ციხისთავი, ასევე NBA-ის მოყვარული. ლუკა მილორავა, NBA-ის მოყვარული და ოთარ ბეროვი, მეგობრებო, ჩვენი კომენტატორი ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა იმ ქვეყნების ბაზარზე, სადაც ჩვენ რუსულად მაუწყებლობთ. მათ შორის არ შედის რუსეთი, მაინც რო იცოდეთ, მე რო არიტიროთ კომენტარებში ვიღაცა. არც ბელარუსი. არც ბელარუსი, კი. ეგორი ქვეყანა არ შედის. მოკლედ კარგად ვართ ყველანი. დღევანდელი თამაშის წესები შემდეგია. ჩვენ უნდა, თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ 5-5 მოთამაშე, გამთამაშებელი, point guard-ი, მსროლელი, shooting guard-ი, იგივე, მსუბუქი ფორვარდი, იგივე, small forward-ი, power forward-ი, რაც არის მძიმე ფორვარდი და ცენტრი. ცენტრია ყველა ენაზე. ამასთან ერთად, ამ 5 მოთამაშესთან ერთად დამატებით აირჩევთ სკამის ერთ მოთამაშეს, six man-ის ჯილდო რაც არის, უხეშად რო წარმოიდგინოთ, სწორედ მას. მაინც მილიარდი დოლარი გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ნაკლებ მოთამაშეს ირჩევთ, უბრალოდ იმიტომ, რომ NBA-ში უფრო დიდი ფული ტრიალებს და ეს ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ერთადერთი წესი, რომელიც ისე მოყვება სხვა აუქციონებიდან, მოთამაშეს ვერ გაატარებთ. თუ მაგალითად მინდიამ აირჩია მოთამაშე და შემდეგი მოთამაშე გამოვიტანე მე, რომელიც არავის არ გინდათ, ავტომატურად ის მოთამაშე წავა მინდიას გვერდით, ანუ საათის ისრის მიმართულებით მოთამაშეზე, ანუ ციხეზე. გასაგებია, ხო ეს ყველაფერი? ერთმანეთში ვერ ვატრეიდებთ? ერთმანეთში ვერ ატრეიდებთ. ძალიან შეკითხვა, რადგან ყველაფერი ანუ ფანტაზიის ნაყოფია, ყველა მოთამაშე განიხილება, რომ არის თავის საკუთარ ფორმაში. პრაიმში. ყველა მოთამაშე არის პრაიმში. კი, ყველა მოთამაშე არის პრაიმში. ოღონდ პრაიმი მარტო ერთი წელი არ ვიგულისხმოთ, რამდენიმე წლიანი პრაიმი. რაღაცას აი ძალიან მაგარი წელი ქონდა, იცოც ვერავინ გააჩერებდა. ხო, ანუ ეგეთ პრაიმი არა. დავიწყოთ მოკლედ, მზად ვართ მე მგონი და პირველი მოთამაშე, რომელსაც გამოვიტან, მოდი დავიწყოთ მძიმე ფორვარდით და ტიმ დანკანით. საწყისი ფასი 130 მილიონი. 130. 135 მილიონიანი არის ბიჯი. 5 მილიონი. 135. დიახ. 140. 140. 145. 50, 150. 150. 215. 200 მილიონი. მე ხუთედზე ავიდა. ტიმ დანკანი 200 მილიონი. ტიმ დანკანს თუ 200 ვიხდი. 205. 205 მილიონი ტიმ დანკანი. კაი 210. 210 მილიონი ტიმ დანკანი. 250. 250 მილიონი ტიმ დანკანი, მეგობრებო. 260. 260 მილიონი ტიმ დანკანი. 270. 270. ძალიან მომწონს როგორ დაიწყოს. სულ ესეთი სტარები იქნებიან თან და ტიმ დანკანი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო. 275. 275. 280. 280 მილიონი ტიმ დანკანი. 300. 300 მილიონი ტიმ დანკანი, მეგობრებო. ანუ მე 300 მილიონი. ერთი ჩემთვის კია ყველა დროის საუკეთესო მე 305 მილიონი ტიმ დანკანში. 300 ხა 310 მილიონი ტიმ დანკანი. გოთი ადამიანია რა. მაინც შეგახსენებთ, რა თქმა უნდა, მაინც შეგახსენებთ წეს, რომ თუ ფულში ვერ ჩაეტიეთ ძირითადი გუნდის დაკომპლექტებისას, მე მოგიყვანთ და ჩაგისვავთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც არც კი ხსმენიათ და ძალიან ცუდები არიან ამ ყველაფერში. როცა NBA არკი გაუგიათ რა. ნებისმიერი ცუდი კალათბურთელი ხდება კარგი კალათბურთელი. 310-ზე ვართ, ხო? 310. ერთი ხედა რომ ის 2 315. 315 მილიონი. ტიმ დანკანთან ყველა ცუდი კალათბურთელი კარგი ხდება. ყველა. 315. ნუ ეგეთი ერთი 2 3 315 მილიონად ტიმ დანკანი. 315, ხო? 315 მილიონი, ნამდვილად. რა იქნებ არ არის ციხე, რატო ნერვიულობ? ანუ 315 არა, ცოტა. დანკანზე თუ ამდენი ის იყო, მე წარმოგიდგენია ვიღაცებზე. ვინ მოვა უკეთესმა პოზიციაზე?
არავინ. უკეთესი უკეთესი არ მოვა არა. უკეთესი არავინ. 315 ამ პოზიციაზე დანკაზე უკეთესი ისტორიაში უბრალოდ არ არსებობს. შევარ მოვადა. არა, მაგას თუმცა ვიღაც კონტროლების ფანებმა შეიძლება იტირონ, მაგრამ რას ვიზავთ? ტირილი ყველა შეუძლია. მოდი მეგობრებო, ნებისმიერი პოზიციის გახსნა ესეთი სუპერსტარი არის და მოდი ცენტრი იყოს. ცენტრი იყოს და არ გაგიკვირდება, გეტყვით რომ შაკილ ონილია. სულ რაღაც 140 მილიონი. 140 მილიონი. 140 მილიონი. 200. 200 მილიონი აუ შაკილ ონილი. ესე იქნებს. რა თქმა უნდა. შაკი. შაკილ ონილი პრაიმზეა საუბარი როგორც. ხო, ნუ 205. 205 მილიონი ლუკა თავის საფირმო ვაჭრობის 250. 250. 255. 255. 270. 270 მილიონი. 300. 300 მილიონი. გავგიჟდეთ ხო, მიდი ისაც გავგიჟდეთ. საუკეთესო ცენტრია და ხო 305 კაი. 305 მილიონი შაკი. 315 მილიონი. 315 მილიონი შაკი. 350. 350 მილიონი შაკილონილი. 355 მილიონი. 355 მილიონი შაკილონილი. არ გინდა? 360 არ მინდა. 360. 360 შაკი. 360. ბიჭო შაკია რა. ერთი, მე სამიანებით შემიძლია. ორი, თავაშის მოგება ასე. 370-ზე ვართ, ხო? 65. 365. დაკანი შაკი ბევრია. დაკანი რამდენი გადაიხადა? 315. 315. დაკანი შაკი ეყოლა. რამდენია ბოდიში კიდევ ახლა? 365. 365. ერთი, ორი, 370. 370. ხოჭი. თორე 370. ერთი, ორი, მე 5 ვამატ. 375. და ვისაც არ მოგწონს დანკანი შაკი, კიდე დაცვით, კიდე შეტევით კუთხით. დანკანი შაკი ერთად რო აუ ციხე მე რა დაუმჯერებელია. დიდი რა და მე დაგიწო ვიღაცას დაგიწო ისეთ დაგიწო ბრო 80. 380. 380. ერთი, ორი, სამი. აბა რა. 385 შეიძლება. აბა რა. ჩემი მოგზარებული აზრით ყველაზე დომინანტი მოთამაშე დღესდღეა. აი მე შემიძლია ზოდი, გითხრა რომ NBA-ში ერთადერთი არის შაკი. კაცი ვისაც ორი კაში 100 ქონდა. მადლობა დიდი, მაგრამ აი მარტო რომ დამტოვე ესე არ შეიძლება. 380. ერთ უბომობ, თუ ვიომოთ ერთ. ისე ძმებო, რამდენია სხვაობა შენამდე 380-ს წაიყვანე, ხო? მაგდენი უკეთესი არა? არა, მაგდენიც უკეთესი რა, უფრო მეტი ჩემპიონობა აქვს, უფრო მეტი MVP აქვს არა და უშავს. არა უშავს, ჩვენ ხო პრაიმები. უფრო უკეთესი მსხვერპლი იყო, უფრო დიდი ხანი ითამაშა პრაიმში. პრაიმ დანკანი არა, იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელიც პრაიმ შაკის უდგებოდა დაცვაში. რაც შეეძლო. შევერკინოთ, რაც შეეძლო, კაიკით და იმიტომ რომ უბრალოდ ბოლომდე გაჩერება შაკის არ არსებობდა. კარგიდან 2000-იანების სტარტზე. ხო? ხო. 11 ჩემპიონი. მეტი ჩემპიონობა, ერთის მეტი MVP. აა ფინალების MVP თანაბრადა აქვს. მოდით. განთამაშებელს გამოვიდან პირველს. სტეფ კარი. საწყის ფასი 100 მილიონი. კაპიკებში გაწევთ. 100 მილიონი ოთარ. 300 რა. 300 მილიონი. Let's go guys. Please, please. 300 მილიონი. 305. 305 მილიონი. 380. 305 მილიონი. ყველაზე მე არ მგონია რომ ეს რეკორდი ოდესმე მოიხსნას რომ 100-დან 300 მილიონამდე 350. 350 მილიონი. 355. 355 მილიონი. 380. 380 მილიონი სტეფ კარი. ციხეს გუნდს უკვე ხედავ და ძალიან 385. 385. 400. 400 მილიონი სტეფ კარი. არ გინდა სტეფი შენ გუნდში? 400. ერთი, აი მაგ უბრალოდ. სამი. სტეფ კარი 400 მილიონი. აუ სტეფი, ამინდა რა თმინდა და ერთი ორი სიტყვით შემიფასე სტეფ კარი როგორი არის მაინც. ნორმალურად ევროპეთი ევრი. ამ სამეულში ყველაზე სუსტი. გაიყიდა ყველაზე ძვირად. ყველაზე რევოლუციური ერთი სამაგია რო შეიძლება. შაკზე და დანკანზე. შეიძლება. სიტყვა რევოლუციასთან ალბათ მართალია, უფრო სტეფ კარი. Revolution, თუ როგორ viva la revolution. Viva la Best leader, revolution. best leader-ი არის ისტორიაში. ჩემპიონი. არა, უთა შენი გუნდი იგებს ჯერჯერობით. მართლა სიძახი. აი, რომ ვინ ცუდად ითამაშა და ვინ ვის იყო ცუდი 400 ხო სტეფი? ხო. 400. ოჩაღო. კარისთან არც ერთი. არც არის. მართალია ეს ცუდი კარისთან არავინ ყოფილა. არა. სტეფი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ეგო გადადოს და დიახ, და ეთამაშოს. დანკანი რო იყოს პირველი და სუპერსტარი. ფინალების MVP მოგოს მოიგოს. შეო მე ოთარისკენ ვარ ეხლა. ჩემი გუნდი არ არის ოთარისკენ. მე რამდენი ფინალში ბოლოს მოიგო. მოიგო 4 ჩემპიონი და ერთხელ არის ფინალების MVP. ლებრონს ვინც იჭერდა ის იყო საუკეთესო Golden State-ში ეგრე. ლებრონის ხსენებაზე მეგობრებო, მე მინდა რომ კიდევ ერთხელ რა. სუბუქი ფორვარდი. პირველი სუბუქი ფორვარდი,
ლებრონი? რა თქმა უნდა LeBron James-ია, საწყისი პასი 150 მილიონი. 150. 150 მილიონი. 300. 1 2 3 ციხე შენი 150 მილიონი. 300 რა, უფრო 305. 305 მილიონი. 350. 355. 350. 380. 380. კაი, 385. 385. 400. მეგობრებო, კიდე რა რაზე მინდა 400? კი, 600 მილიონი რომ კიდე დარჩენილი. მნიშვნელოვანი რაზეც მინდა ზოგადად რომ იფიქროთ, რომ ამ რა ქვია, პოზიციებზე სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებიც კი, შესანიშნავი ნაწილ მოთამაშეა. შემთხვევაში კარგები იქნებიან, ნაწილ შემთხვევაში რა 400-ია, შენ თუ მინდა არავინ არ იყიდა 400-ია კაცი. არა 400 თუ იტყვის 200 მილიონი შეება 4 კაცს. ლებრონი და კარიერა გუნდში მინდა, მეტი არა. 400 405, კაი. 405. 410. 410. შვენიერი. კაი 415-იც 415. 415. 1 2 3. 415 მილიონად შვენივრად ივაჭრა ოთარმა. ხაუცვირა ლებრონი. თან არა, მე ნუ ხო ივაჭრა რა გამიძვი. ეგ არის კაი ვაჭრობა. ლებრონი რამდენი 415 ხო? ყველაზე ძვირი ჯერ. აბა ნახოთ, ერთი კაცი დაგვრჩა პირველი ხუთეულიდან, რომელიც არ გამომიტანია და ნახოთ რა იქნება მისი ფასი. ის ჯორდანი გეყოლება? არა. არა, 21 საუკუნეა, 21 კიდევ ერთხელ უკაცრავად. კი, თამაშა 21-ში. არა, მე მგონი დასაწყისში არ მithქვავს, რომ 21 საუკუნის ხალხზეა საუბარი. მინდა შენ. სროლელი მეგობრებო, 21 საუკუნის პირველი კაილ კორვერი. 500 მილიონი. კობი ბრაიანტ. საწყისი ფასი 130 მილიონი. 130 მინდია, 115 ვერა. 140. 140. 200. 200 მილიონი. ეს რატომ მოვიყვანეთ? რომ 250-ო მინდია, 210. 210. 215. 215. 220-ო მინდია, 250. მაქვს რა მინდა. 250. მე მიმდინარე მაქვს რა. ხო რა. აა, დავდოთ. კაი, ეხლა რომელი? მითხარ. იმიტომ 300 დაგეხმარებით? უთხარით. რამდენზე ხარ? 300-ზე თუ მომწოვით წავიყვან. შენ ხარ მიმდინარე მაქვს 300-ამდე. 300-ი არ 305. 305 ხედავ, 300-საც ხედავ. 15. 315-იც არის. 320. 320, 30. 330, 15. 335, 350. 350, 350, 15. 360. 360, აქ ციხემაც გაიღვიძა. 360 მეგობრებო. 365. 365. 365. 385. 385. ლებრონი და კობი ერთად. 385. არავინ 1 არ დარჩა. 90. 390. 1 95. 395. აუ რა ბაიტი. მიხარია რომ კობი ესე ძვირად იყიდება. არა. რო არ დავიწყებია ხალხს. 400 მილიონი. 405. 405 კობი. და ციხეს მერე ერთი, ეყოლება შტომბერგასი ორი, ალბათ. 3. 405 მილიონი. ციხემ? სკორი გარდზე. 405 გადაიხადა, ხო? კი, ანუ აუ რა იაფი დანკანია. ნახეთ, რა იაფი დანკანია. დანკანი ამდენ წაიყვანა? აგაში 315. არასწორად ითამაშა. პირველი რომ დანკანი ვერ გავზომეთ რა. შენი ბრალია ყველაფერი. რა თქმა უნდა ჩემი ბრალია. თქვენ რო არიცით თამაში რა გქონდა. მოგეცათ ჩვენ არ ვიცით თამაში. ანუ თამაშის ცოდნაზე არა, უბრალოდ ამდენს თუ აპირებდით რომ გადაგეხადათ დანკანი ამ ფასში არ უნდა გამოგეშვა. ის რა იყო ან იცი? წინასწარ ხო? ამას არ ქონდა დაწყებული დანკანზე ეგეთ ანომალიური. აუ რა, მე ანომალიური როგორ მე მინდოდა დანკანი, ძალიან მინდოდა. არაც კაპუნოთ კიდევ. არა, რა ვატყობდი თვალში გავარტყია. იანისიც მინდა. მე იმას ვიტყვი უბრალოდ რომ ეხლა გავიდა 1 2 3 5 კალაბურთან და ყოველს ნაკლებად დანკანი მინდოდა მე. მაშინ მეც ნაკლებად მაგას მინდოდა. მე მინდოდა მეორე არის დანკანი. ყველაზე მეტად კობი მინდოდა და მეორე მე დანკანი. ლებრონი და მეორე მე- დანკანი ჩემთვის იყო. მე ჩამოთვლილი კალაბურთელები და ყველა მსჭერნითა. კობი რამდენი? მეც პრობლემაა დანკანს რო აქედან. ნუ არა, ბოდი პრობლემებით ვითამაშოთ. კობი მე რამდენი? მეორე ადგილზე დავაყენებ. 400 როგორ 300? 405. ანუ გუნჩი ვინც ავიყვანდი აქედან, გუნც რო ვაწყობდე და ყველანი ახალგაზრდები იყვნენ და კაი რო არ თამაშობ და კამერის მე. ამ კარიერას გაივლი და ლებრონის შემდეგ მეორე დანკანს ავერჩა. აჰა. კი, მეც. დანკანი. უბრალოდ კობი. და ამიტომ იქნებოდი მე კარგი მწვრთნელი და თქვენ ცუდი მწვრთნელები. არ ვიცი, არ ვიცი. მაგრამ მე შეხედეთ. მინდა დაბალანსებული. რაც არ უნდა თქვა. თქვენი რო არ დაჩება თქვენ მე რაც არ მომეწონება იმას, მაინც ამოვჭრე. იანისი და იდეალურ გუნდს გავაკეთე. კაი, გადავიდეთ მეგობრებო. რადგან მსროლელი იყო კობი, მოდი ისე მსროლელს გავაგრძელებ და მეორეს დუეინ ვეიდ შემოგთავაზებთ. დი ვეიდი? კი, ფასი საწყისი? 100 მილიონი სულ რაღაც. 100. 100, 105. 105, 110. 110. 115 მილიონი ვეიდი. 120. 120 მილიონი ვეიდი. 140. 140 ვეიდი. 150. 150 ვეიდი. 160. აუ, ყველაფერი. 160 მილიონი. რაღაცებზე. დაუმიჯდეთ. 165.
შენ თავზე დავჭდები და იქ რატო დაიწყება ჩვენ? 160. რა ფრაზეოლოგიზმია. 180. 180. ჩემი აი აუ 180 მილიონი. ხაჯობა ერთი მოჯობა. 185 აქვს საერთოდ. 190. 190 ვეიდი. 190. 1 2 აუ 195. 195. 200 რა გა. 200 ლამაზად. 200. 200 მილიონი ვეიდი. 1 250 მილიონი ვეიდი. იმიტომ რომ დანკანი იაფია. 205 1 2 3. დვეინ ვეიდი წავიდა მინდიასთან. 200 205-ად. ესე იგი შესაბამისად მინდიას დარჩა 480 მილიონი. ახლა ვეგეთქვით. მინდიას აქვს 480, ციხეს 180 მილიონი, 620 ლუკას და 600 ოთარს. როგორ ხარ? აი, თვითონ სტარებს იყიდით და თქვენს ოკეი. გაპატარავდებით. მოვიკუმტები. მეორე ცენტრი. 205-ად ხო წავიყვანე ვეიდი? კი. 205-ად. იბათ. მეორე ცენტრი ნიკოლა იოგიჩი. საწყისი ფასი სულ რაღაც 120 მილიონი. 150. მაგრამ 300 გეთქვა როგორც ხო? ხო, 150. 150. შაკი ვის ყავს ბოდიში? მე. შევერო ვაჭრობ. აუ, 155. მე ვერ ვაჭრობ. ალბათ შენ რამდენი ფული დარჩა? რამაც შეუძლია შეტაკდო და პირველ მეორე ადგილზე. 180. 180 მილიონი. იოკიჩ თუ დაიმატებდა 125. 185 მილიონი. 200. 200 მილიონი. ხო, 205. 205. 400. 210. 215. 220. კი ბატონო. 225 მინდია? კი. 225. 230. 235. 240. 245. 250. 255. 260. დასკიფები და მიცამაპირებ რაღაცა მაწვალოთ. 265. 270. აუ 275. შოუს მოუფუჭებ თავს, თორე აი ეს არა 280, 285, 290. გაინტერესა დათვლა ვიცი თუ არა? 295, გადაფუცვლის სიხმა უნდა. 320. 330. მადლობა. 330 ნიკოლა იოკიჩი. ეგრე რა. 1 2 3. 330 მილიონად იოკიჩი წავიდა ოთართან. შვენიერია ოთარ ბემართ თავმწონს, შესაბამისად შენ დაგჭა 270. 270 მილიონი. იოკიჩ და კარიერა გუნდში. მაგარია ძალიან. მართლა ძალიან მაგარია. მე ვარ საშინელი. 315 ხო? ხა მომდენო 330. 15-ზე გამო. მეორე გამთამაშებელი მეგობრებო. სტეფ კარი წავიდა და კრის პოლი. კრის პოლი საწყისი ფასი 90 მილიონი, არაფერი დიდი. 180 მილიონი კაცი უნდა გავყოლო, ხო? ხო გიყოლებ უფრო იაფიანებით ზოგადად. კი. კი, ოღონდ 10-20 მილიონად არა. შეიძლება 100 მილიონი ფული უბრალოდ არ დაგჭეს, რომ კი. ეგრე იყიდო ვიღაც რა. შენ კი წარმოგიდგენი რომ 10 მილიონად მე ჩააგებ, მაგრამ NBA-ში ეგრე არ მაქვს. ხო, ესმის. კრის პოლზე ვინაწია საერთოდ არავინ. ანუ ავტომატურად ჩვენთან მოდის ისე თუ რამე. კრის პოლი 90, 1 2 3. კრის პოლი ვინ გონია? არა, მე წავიყვანდი 180 მილიონი მაქვს უბრალოდ. არა ვინ არის? 90-ად წავიყვანა მინდია იდეალური. ხო, რავია. კაი კალბურთელი. ნორმ. 360. ძალიან მაგარი კალათბურთელი იყო კრის პოლი თავის პრაიმში. კი, აი. დღევანდელი კრის პოლი ფენტეზიში ხო არ ყავს შემთხვევით. ოუ, კაი მე აშკარად მესამე ოპციის ტიპებზე ვარ გადასული ყველა პოზიციაზე. არა უშავს სამაგიერთ 30 მილიონი რა ის. სამაგიერთ კობი და ლებრონი ყავს ისეთი არ. მეორე მსუბუქი ფორვარდი. ნახოთ ამაზეც ივაჭრებ. ინდია ვერ თამაშობს მე. რას ვერ თამაშობ? სუბუქი ოდიში power forward. ლებრონი ვისაც მხოლოდ ის ვერ თამაშობს. იბადა. არ ვიცი ამაზე ვაჭრობა იქნება თუ არა, ვნახოთ. კევინ დურანტი 120 მილიონი. 130. 130 კევინ დურანტი. 120 გეთქვა იქნება არა ვინ გეტყვის რა გეტყვის. 35. ხაჯობა გოჯობა მე გითხარი 140. 140. 150. 155. 150. 175. რამდენი დარჩა? ოთარ შენ გაკ 270. 200 და გადაარჩენებს სურვილის სამი. 205. 205. შენ შეგიძლია ოთა თეორიულად. თეორიულად შემიძლია ხო? 210. რატომაც სერიოზულად ხედავთ ქვეყანაში ვიღაც 215. 215. გაგიმარტივებ 240 და წამოდი მე. 240 კი. გაატარე. კევინ დურანტი. 130 დარჩა. იდეალურია. კევინ დურანტი ორ 240. კალათბურთელზე ეყოფა. მე 150 250. 250. ცოტა რა 300 მინიმუმ. 250 შენ აქეთ ხო?
იყოს 255. 255. 260. 260. ასე გატაცუჭელი. არა, ჯერ არა. 265. 265. 270. 270. 10. აუ. არის თვლი? 1 2 3. KD 270, ხო? შესაბამისად შეგნათ 420, 350. კაია, ლუკა მაგარი. რა თქმა უნდა, KD შაკი ძალიან კარგია. ჯერჯერობით ვერავიზე ვიტყვი ცუდი გუნდი ყავს მეგობრებო, საოცარი გუნდი ყავთ ყველას. რამდენად წაიყვანა დურანტი? 270. 270, ხო. შემდეგი გაჩერება მე მაქვს ყველაზე მეტი ფული, ხო? კი ბატონო. ძიმე ფორვარდი. ყველაზე მეტი კალათბურთელი. კი, ყველაზე მეტი კალათბურთელი. ძიმე ფორვარდი მეორე ოპცია. აქ იცოდეთ რომ შეიძლება ვიღაცეების ფასები განეორდეს, რა თქმა უნდა. ანუ ეხლა რა ფასაც ვიტყვი, შემდეგი მოთამაშე შეიძლება ამ ფასად იყოს. აქაც და სხვა პოზიცია. მაგრამ ძვირი არ იქნება. ამაზე ძვირი აღარ იქნება რა. დირკ ნოვიცკი 100 მილიონი. 100. 10. 110. 115. მე უბრალოდ არ შემიძლია. 120. ჩვენ შეგიძლია და ჩემი აზრით ზუსტად ის მომენტია ხარ უნდა იომო. 130. 120 მილიონად? ხო, გაყევი ბოლომდე. სამი კალათბურთელი მე ყოლება მე. რამდენი თქვა? 135. 135. აი 135-იო. 140. 140. 1 წუთი? 1 145. 145. 150. ეხა უკვე უნდა გამოთიშული თუ თამაშობ. 1 155. ნოვიცკია რა. უმატებენ ერთმანეთს ეს. 115 ხო მილორ? 1 2 3. კაი. 155 მილიონად დირკ ნოვიცკი წავიდა ლუკასთან. 155 ლუკას დარჩა 195. ნოვიცკი 155, ხო? პოლის მერე საუკეთესო. მეორე ოპცია როგორ პოლის მერე პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტი იყო ეს. ჩემი კრის პოლი და შენი ნოვიცკი არის საუკეთესო რა. გადახდილ ფულზე წამოღებული ტალანტი. ნიკა მეორე ოპცია რომელ პოზიციაზე დარჩა აღარ მახსოვს და სკორინგ გარდზე, არა ვეიდი და კობი იყო. დურანტზე მეორე ოპცია სად არის დარჩენილი? არცად. არცად. ანუ მესამეებზე გადავედი. არა. მესამე თანრიგზე. მესამე თანრიგი პირველი ვინც გამომაქვს, მოდი იყოს point guard-ი. სტივნეში. საწყისი ფასი 90 მილიონი. მიდლ უკო თამაშ. რამდენი? 90. 70 იყოს მოდი სტივნეში. რაც არასამართლიანია. არავითარ შემთხვევაში 90. 70. არავითარ შემთხვევაში. 70-იო კაცმა თქვა და მე ვენდობი მე აუქციონერეს. 70. 70 იყოს. 75. 75. 90-ზე მაინც ახვალთ იმედი მაქვს. 80. 80. ერამდენად გამიკეთე ეს წინა აუქციონი. მე აღარ 85. აუქციონებს. 80. არა, ავლენ 90-ზე, 85. 85? ადით 90-ზე სირცხვილი. მე რო ავიდე მე 90 მილიონი სირცხვილი ადით. ბიჭო, ისია. სამზე. ჩაუსვა ეხა ის დიამანტისი, რატო? 85. ერთი წამი. ერთი? არა, არ მაგებინეს იმ. აცი. უეჭველი აიგე, 90. და სამ კალათბურთელზე რჩება, 90. მაგრამ ეს საშინელი კალათბურთელი შეხვდება. 95. 95. 1 მე აღარ ორი. შემასვერი. 3. 95 მილიონად სტივნეში წავიდა ლუკასთან. ანუ MVP, შვენიერია. კარგი არის. ორგზის. კი. 95-დან 100 რო დაგჭა. კრისპოლი რო 90-ში გამატანეთ. 100 დარჩა 2-ს. არა, ორგზის MVP ვიყო. არა, მაგარია. ანუ იგივე ფასი დაგვიყვანა, ხო? რომელსაც 5 დაცვა მილიონი არ არსებობდა და 5 თიაფად აიყო. არსებობდა. კრისპოლი აიواري. შენთან ეს პოლი მოდის კიდევ ლუზერი იყო რა. ხო. ციხე მინდა გითხრა. ალენ აივერსონი მოდის შენთან 60 მილიონად. ხო, მისტერი ბოქს თავს. იო. მისტერი ბოქს რა თავს. უნდა იყო არენ აივერსონზე მაგარი აუ, რა მეთქი ბარძი შეხვდება. შეხვდება. ჩემი საყოველთაო კალათბურთელია. ჯამორანტის ეხა იგონებ ხო ამ წელს. არა. მიდი. ეს ბოლო მოთამაშე ეგაა დარჩენილი. მიდი ნიკა. რაგიც აივერსონი? 60 მილიონი. კაპიკებში ცა ალენ აივერსონი. ოღონდ, მაინც, მოისმინე მისტერი ბოქს. შენი საყვარელი კალათბურთელი. მიდი. მისტერი ბოქს გთავაზობ 10 მილიონით უფრო იაფად. 50-ად. კი, ბუსმენ. ყურადებით. ამ კალათბურთელს ხო არ გადააქვს ბიჭო. ოქრო აქვს მოგებული ნაკრებთან ერთად. შენი. ახალ წვეულების სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა, Rookie of the Year is კარი კალათბურთელი. Rookie of the Team-ში მოხვედრილა თავის დროზე. და ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც
NBA-ის ისტორიაში პლეი-ოფში ბაზერ ბითერი აქვს ჩაგდებული. თავიდან თქვი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც პლეი-ოფში ლილარდი. NBA-ის ისტორიაში აქვს ბაზერ ბითერი ჩაგდებული. და? ახალწეულების სიმბოლურ გუნდში მოხდა, როცა რუკი იყო და ოქრო აქვს ნაკრებთან ერთად მოგებული. ოქრო რა ოლიმპიურ ვერ გეცხოთ. 2011 წლის დრაფტის მე-6 ნომერზე საუბრობ შე. ვერ ნუ დაეხმარები ჯერჯერობით. არ ემახსოვრებათ ეგ. ვის ირჩევ? ხო, მე-6 ნომერი თქვი. ლილარდი იყო მე-6 ნომერი, მაგრამ. ან მე მგონია რომ ლილარდია, თქვი კიდეც, მაგრამ ლილარდს აივერსონი მირჩევნია. კი ბატონო. ეგ არ არის. შენ ამ ძოთას უარი თქვი ლუკა დონჩიჩზე, მაინც რა იცოდი. აი, არა უშ. ის არის, არა, მე არა ხოხა ვიღები. ეს ალენ აივერსონი ჩემი საყვარელი კალათბურთელია ყველა დროის, მაგრამ ალბათ გუჩი დონჩიჩი ჯობია. ცოტათი. მეც მირჩევნია დონჩიჩი. დონჩიჩ კობე და ლებრონი რა გუნდში იქნება? გუნდში ჯობია რომ დონჩიჩი ყავდეს, ვიდრე ია, დონჩიჩი კობი ლებრონი ეყოლებოდა. აუ, დაულოდებოდი, არ მინდა და ნეში, აუ. ის შეიძლება. რა თქმა უნდა. არა, ორივე ნუ აი, გული არ დაწყდებოდა 35 გული არ მილიონად. დამწყდებოდა, გაგა. 35 ციხეს მილიონი. უნდა ჩაუსვათ რამდენში აივერსონი, ხო? აივერსონი 60 დარჩა და 3 კალათბურთი. მეგობრო, Six-Man-ი არ გამომიტანია, საერთოდ. ეხლა გამახსენდა რომ საერთოდ მაქვს და მოდი დავიწყოთ. მე ევრობასკეტის ოქრო ქონდა. მოდი დავიწყებ 60 მილიონად. აივერსონი ხო გამთამაშებებში გაიყო. ნაკრებთან ერთად უბიჯო. 60 მილიონად ევრობასკეტი. მანუ ჯინობილი. რამდენად? 60 მილიონად მანუ ჯინობილი. ანუ Six-Men-ები მართლა Six-Men-ები იქნებიან? ნუ შეიძლება მართლა Six-Man-ები არ იყვნენ. მაგრამ მაგ იმაში იტრიალეთ. მაიკ ჯორდანი არ იქნება. ანუ დავხარჯო full 6 მილიონი არ მინდა. როგორ? 60. 60 მილიონი. 60. 1 2 3. მანუ ჯინობილი. ძალიან კაი. უკასთან? ჩემი აზრით საუკეთესო Six-Men-ი. მაგის ნუ ძალიან არ უწევს ხვებს, მაგრამ საუკეთესოა. აი ზუსტად მაგ რა დარჩა შენ ფული? 40 40 მილიონი. მილიონი დარჩა scoring guards. არა, ერთზე დამშო. მე 6-მენი ავიყვანე, 4 გუნდი ყავდა და გავს შუთი. მანუ რამდენად წაიყვანე შენ? 60. კაი, ყოველთვის დავიყვან 40 მილიონად. არა, მეორე ნომერი არ გქონდა, მეოთხე მყავს. მეოთხე ყავს. ნოვიცკი, შაკი, KD, ნეში და დამჩა. მეორე ლილარდი და Six-Man-საც გამოვიტან. ჯამალ კროუფორდი. საწყისი ფასი 40 მილიონი. 40 მილიონი მინდია. არ მინდა ჯამალი კროუფორდი. 1 რას ქვი არ გინდა ფული ორი. გადაო. არ მინდა. 3 ჯამალ კროუფორდი აუ რა მინდია. გიჟია, აუ რა აზრი. არ მახსოვს კროუფორდი. არ უნდა ადამიანს კროუფორდი. არ მინდა. ამოგივა ხა ისა. რამდენად მოიწი? 40 მალი მილიონი? მომკი, ხო და. ხო, თქვენი კონკურენტია მინდია და მალე თქვენი მალე კითხეთ, მე მყავს შუთინგ გარდი დამშა და ყავს იმედი. არა, ნახოთ კიდე რა ვარიანტია. ორი კალათბურთელი ყავს ხო ჯერ მარტო. დიახ. შენ ყავს, შენ მე ყავს. სამი ერთი მაინც. დარჩა მე. იმდენი ტალანტი დარჩა კიდე იქ. არა, ეხლა ნიკას ტალანტების კლების მიზნით არ ეყოლება. ნახოთ, მოყვა, ვიღაც ეყოლება. ბასტი. შეიძლება, ეს ყველაზე ცუდი. სუბუქი ფორვარდი შემდეგი. ანუ კავაი ლეონარდი. მე არ ვარ. რაღიც საწყისი ფასი 80 მილიონი. ეხა მაინც ივაჭრეთ ბიჭო. 80. მინდია აქვს დარჩენილი 330 მილიონი. მინდია. 80-ო, ხო? 85. 85. 50. 90. შენ გაქვს უკან ორი კალათბურთელი ყავს და ფული გაქვს 270, ხო? დიახ. კი. კი ბატონო. შენ რამდენი ფული დარჩა? 330. 320. კი ბატონო, მე 350 აქვს. არა? ისე ჩემი აზრით მე 350 მაქვს მე დარჩენილი. მე მგონია რომ ჩემს არ უნდა ვეხმარებოდეს. 330 მინდია. არა, რატო? არა 40 იყიდა მართალია. რა ფასზე ვართ ახლა? 90 ბოდიში. ქონდა და 390. კავაიზე რა ფასზე ვართ? 80 და მე ავწიე ხელი. 90. 85. 100. 110. 115. 120. 125. 130. 135. 140. 140. 150. 150. მე მიმდინარე მაქვს ჩართული რა. 150. გას ველოდები სადამდე გამომყვება. ღამის ბალი აქვს ჩართული. უბრალოდ აი სადღაც 180-დან შეიძლება ესე უცებ ჩავწ. რაღაც ხო იყო ეგეთი. და გავაწანო 180 და მე შტომბერგასი მოუწიოს რომ 155-ზე ვართ, 155. 1 2 3. კავაი 155-ად. ამდენად 95. 155. 95 დარჩა. არა 155-ად 155 დამჭა 155-ად ერთ კალათბურთელს როგორღაც ვიყით. ცენტრს. თქვენ არ ჯო უბრალოდ რას ვამბობ, იცი, რამდენი გაქვს შენ ფული დარჩენილი? ამ პოზიციაზე დარჩენილი გვაქვს მეგობრებო, რადგან პირდაპირ შენთან მოდის მოკლედ 50 მილიონად კარმელო ენტონი ან მისტერი ბოქსი. ამასთან რატომ მიდის? უნდა რომ ბოლო არის. ბოლო ყავს მან ლებრონ ჯეიმსი, არა? დიახ.
power forward-ზე? small forward-ზე. ბატონო. კარმელო ენტონი ან ეს კალათბურთელი 70 მილიონი. კარმელო რა ღირს? 50. NBA-ის ჩემპიონი გამხდარა მინიმუმ ერთხელ. არ დაეხმაროთ რა. Defensive team-ში სეზონის არაერთხელ მოხვედრილა. და 2004 წლის 19 ნოემბერს ყველა სპორტული გამოცემის გარეკანზე იყო. ეს რა რომელი წლის? 2004 წლის he was on the cover of every magazine. პოსტერი ხო Sports Illustrated რა თქმა უნდა 2004 წელს, ხო? 4 წელს და რა პოზიციაზე? Small forward. მესამე ნომერზე თამაშობდა და არაერთხელ და ჩემპიონი გახდა. კი. აუ რა კაი პორტფოლიოა. მაგრამ შეიძლება ბასტია. შეიძლება. და დიდი ალბათობით ბასტია. ვერაფერს ვერ გეტყვი. ეს ღირს 20 ძვირი ვიდრე ის კალათბურთელი. ანუ კარმელო ღირს 50, ეს 70. ეს კითხვა ეწერება, ანუ ეს შენ რაც ახლა წაიკითხე, გამოდის ხო იქ რომ? ეწერება ხოც ნოემბერს 2004 შეიძლება best rookie 2004-ის best rookie დანარჩენი მინიშნებები გახსოვს? ვინ იქნება გახსოვს ხო ჩემპიონი იყო და არაერთხელ ხო defensive player ხო team-ში პლეიერი არ კი მოხდა. ხო team შეიძლება მოუგია. და მინიმუმ ერთხელ ჩემპიონი რაც გითხარით ისიც ბევრი. მინიმუმ ერთხელ კი, მეც ჩემპიონი ეგრე ვფიქრობ. გისმენთ? რომელს ერჩევ? ავიღოთ ეს რონ არტესტია? რონ არტესტი, რა თქმა უნდა, 2020 წელს დეტროიტ ინდიანასის ცნობილი დაპირისპირება, ჩხუბი იყო. რა იყოს? არა ჩემ გუნდისთვის დაცვა მინდა საუკეთესო დამცველი ყავს. კარმელო ენტონი ჩემი რა აზრით, Meta შენი World გუნდისთვის. არაფერი აღარ არაფერი 200 მილიონი დარჩა. კაია. მომწონს. არა 70 ეს ტრანზაქცია მომეწონა. 70. სამი კალათბურთელი შეერება ხო იცი? ეს ტრანზაქცია და მომეწონა. კარმელოს აძლევდი 40-ად, ხო? 50. დი ადამიანი ხარ. რონარტესტი მშვენიერი პიკი არის. კი, შესანიშნავია. ძალიან ძლიერი მე დამცველი. ირონულად მიყვარს. არა, უშავს. ძალიან ძლიერი დამცველი. მომწონს კარგით, მეგობრებო, მესამე სახელი რა ქვია ხა? რაღაც სახელი ეგ კაი დაცვა. მეტავოლტის მეტავოლტი. მოდი, კიდე დაიქვა. მოდი six man-ებს ამოვწურო. აა შემდეგი six man-ი არის იგოუდალა, ანდრე. საწყისი ფასი 30 მილიონი. ჯამალ გროფ 30 დიაფად მოგცემთ. 30 მილიონი. 35 35. 40. 40. 45 45. შენ გუნდში რონ არტესტზე ან რონ არტესტის დაცვა შეიძლება იგუდალამ დაიწყოს. რა თქმა უნდა კი, შავს. რა თქმა უნდა დაცვა მინდა კონკურენციას აი რომ იგუდალა ეცლებს. 2012 წლის იგუდალა ყველა რონ არტეს ჯობია რაც უარსებია რონ არტეს. ანუ სადღაც 45. 45. 1 2 და ბოლომ რჩება. 3. იგოუდალა წამოვიდა შენთან. ერთი წამი ჯერ შევამზადე რა ერთი წამი. იგუა და რამდენად წაიყვანა? 45-ად რა, შესაბამისად 30-ად ვიღალთან. 155 მილიონი დარჩა 400. და მე მრჩება, ნუ იაფად მაინც იყოს, რა იაფად. შენ გრჩება ხო. 20 მილიონად ჯერემი ლინი. ლისარი ბოქსი ყოველთვის გამზადდება. კარგია, რა იყოს, რამდენად? რამდენად მიეცი? 20-ად, ხო? 20 მილიონი. 20 20 მილიონად ჯერემი უწუწუნებს სულ. და იგივე ფასად მოგცემ 20 ხე ამოთამაშეს, ხო? მიდი. სამჯერ NBA-ის რაღაც ჯილდოს ფლობელი გამხდარა. 7000-მდე ქულა აქვს NBA-ში დაგროვებული. და კალათბურთის გარდა სხვა სპორტშიც უცდია ბედი. ჯორდანი ხო? ჯორდანი ხო არა? მაგრამ ისე უნდა ამ ჩამეს. საკონსულტანტი Washington Wizards ჯორდანი ბიჭო, სხვა სპორტში რომელი კალათბურთელი მახსენდება უბრალოდ? დაიხმაროთ. риуში მე შენ კონკრეტი აღარ ვარ. ჯეიმ ჯონსონი MMA-ში იყო, პოზიციები. მაგრამ 3 ჯილდო რა იქნება მაგას? ანუ აუცილებელი არ არის რომ ძალიან მაღალ პროფესიონალ დონეზე ხო, ეცება. არა, პოკერით სპორტი. ის იყო, პოკერით სპორტია. ამ შემთხვევაში არ ვხლიო ოღონდ, მაგრამ ისე გეთახმები. ასკიკილა და ჩაკითხვა. ოფიციალურ სპორტია რა გინდა რას ვამბიცი? ეს ტიპი 3 ჯილდოს ფლობელია რა, გუნდურ ჯილდოზე თუ ინდივიდუალურზე? მაგდენი არ ვიცი. ინდივიდუალური რო კონდეს 3. მაგდენი არ ვიცი. მაგარი იქნება. კაი, მიდია. ჯერემი ლინზე ცუდი რა უნდა იყოს? ბევრი რამე ფასი ხო იგივეა კი, ხო კი, არა? იგივე ფასად. აიღე რა თქმა უნდა ავიგებ, კაი. ეს ადამიანი სამჯერ გახდა ჩატენოების კონკურსის გამარჯვებული ნეიტ ნეიტ რობინსონი. არც მეტი არც ნაკლები ნეიტ რობინსონი 20 მილიონად. ნუ რავია, იგივეა. ჩემი აზრით თუ
დაგამშვიდებს ნეით რობინსონის პრაიმი და ისედაც უფრო ჯერემი ლინის პრაიმი არის ორი კვირა. ჯერემი ლინის პრაიმი არის ალბათ ჰიუსტონში სინამდვილეში ის ორი კვირაოდ ნიკამ თქვა რომ ეგ არ ითვლება ერთი თვე კარგი თამაშიო და პრაიმი რაც არის ჰიუსტონში იყო. მე ნიქსი მაქსოს ხო ლისანის ისტორიასთვის ეს ეგ თვე ნახევარი ხო არ არის რა? ნახევარი თვე. ჰიუსტონში თამაშობდა კარგად. არა, ჩემს უკეთესი. შუტინგ გარდი ვის დარჩა? შუტინგ გარდი და შენ არ ლუკა ყავს მილოროვას და ოთარ არა, მე მყავს კაცო შუტინგ გარდი. შუტინგ გარდი არ მყავს ხო? კი ბატონო. ჯეიმს ჰარდენი მეგობრებო. მესმის რომ მე შეიძლება განთამაშებლად უფრო ლუკას 40 მილიონი აქვს. შუტინგ გარდზე მირჩევნია რომ იდგეს. ანუ რეალურად და ამიტომ 90 მილიონად დავიწყებთ ვაჭრობას. ამისია. ეგ ფასია. რა გაქვს შენ? 40 რა ის ვერი ვაჭრობა. 40 თუ 40 მილიონი. ხო, ფასად ხა. ციხეს კობი ყავს შესაბამისად გამოეცა. ჰარდენი 90-ად 40-დან აი რას ქვია 90-ია წაიყვანე, ხო თქვი 90-ი. იგი 90-ად ხარდენი ყველა ვარიანტი. ოკეი. 65 გჭირდება power forward-ზე ოთარ. აა. რავი წაიყვანე. ჰარდენი არის მესამე შუტინგ გარდი, ხო? აუ და შენ ერთხელ ცხოვრებაში. ტრეისი მაგრეიდია. ტრეისი მაგრეიდია? როგორ ვერ ყიდულობს წესი? ეხა იცოდე. ვერ ყიდულობს. ტრეისი მაგრეიდია. 60 მილიონადაა და მართლა ვერ ყიდულობს შანსი. ვერ ყიდულობს. 13 მილიონად მიწერია, შემიძლია ეს ეკრანთან მოგიტანო. ანუ რა ვქნა, ტრეის მაგრეიდს 40 მილიონად ხო. ტიმაკი რატომ მე რა შემიძლია? აი ვერსონი გამდენად მიეცია. მე რა ხარდენი. მაინც არ ყოფნის მილორ. ფასები ხო იცი? აი ვერსონი 60 შეხედე? 60 ბოდიში. ეხლა 60-ია ბოდიში. თავი. არა, 60. შენთან ოღონდ ცუდი კალაბურთელი არ მოდის 30 მილიონად, მაინც გეტყვი მისტერი ბოქსი ვინც არის? აუ აი ეს. კარიერაში თითქოს 12000 ქულა აქვს. 12000. 12000 ქულა აქვს. All-Star-ზე მინიმუმ ერთხელ უთამაშია. აკლებ ხოლმე მაგ დროს ფულს. აკლებ ხოლმე. ვერ ამაში კიდევ დაკლება. ძალიან ივაჭრე. და ალენ აივერსონთან და ლებრონ ჯეიმსთან უმუშავია. უმუშავია კი რა უთამაშია. ვის ერთად? არ ვირჩევ. დამიჯერე უფრო უარეს ჩაგიჭდება მე რეკუნჩი. ეს მართლა კაი კალაბურთელი იყო. ვის ერთად უმუშავია? იყოს აი, ყოველი ორვერი, სამკურნალო შეხომ სპეციალისტი. გინდოდა კორვე. რამდენად ჩაუსვი? რა აზრით ამდენად ჩავისო. 20 შენ გუნდი და შენ 5 40 მილიონად რაც არის. ნორმально არა უშო. მაგრამ კაი ბიჭო აკლებ ხოლმე მაგ დროს და კი, მაგრამ ეს კორვე 60-იან კედინოვიჩი ჩამოვიდოდ. აუ ძალიან გაიგებდა ვინმე. ბიჭო მაგრეიდი Hall of Famer-ი არის და ვაკლებ იმაზე. ჩიხუახუა და რაღაც ფერმ. მე მაინტერესებს კაც ბიჭო ნეით რობინსონი მისცეს რა. მე მაინტერესებს დაცვა სულ არ შემოუშვებს შაკის გარდა დაცვავი უნდა ითამაშოს მაგრამ შაკი დაცვაში არ თამაშობდა. ნუ გამთამაშებული. კარგად რა. კარგად არავინ არ თამაშობს. KD-ს შენ გარეშე გუნდი როგორი გუნდია იცი მილორ? ნოვიცკის უგულ შემატკივრებდი მართლა რა, ყველაზე მეტად, მაგრამ ვერაფერს ვერ მოიგებ. აი არ ვარ დაწუნა ნახოთ შენ. ცენტრი, ჯერ რა შეკავთ და ჯერ მივიდეთ ხო ბოლო. ჯერ ცენტრი დარჩენილია. ცენტრი არ ყავს მე და შენ. მე და შენ მაგრამ შენ და შემიძლიათ აგრევე ქონება. ახლავე გამოგიტანთ Dwight Howard-ს. ნუ ცეთო ერთად. დუაიტი. Dwight Howard-ი სუპერმენი. საწყისი ფასია 80 მილიონი. ციხე შენ უნდა იყო. Dwight Howard. აი მე შენ გუნდისთვის დუაიტი დარჩა. 80 მილიონი მაქვს დარჩენილი მინდია ავტომატურად შენთან მოდის მინდია იცოდე, იმიტომ რომ ლუკა ბოლო აირჩია და შენთან მოვა Dwight Howard. ჩემთან რატომ მოვა Dwight Howard? იმით ცენტრი ოთარს ყავს. ეს ყავს და შენ ხარ საათის ის. და მე მაძლევ Howard-ს? კი, 90-ად? 80-ად, რატო? შენ არანაირი აზრი არა? ბოლო მოთამაშეა შენი? კი ბოლოა ბოლოა? კი ვინ ყავს სმოლფორდა თქვენ ყავს? კავაი ლეო. ვეიდი. ვინ? სმო. სკორინგარ და ვეიდი კაი, კაი დასასრულია მე ძალიან. მაგარი გუნდი. Dwight Howard-ი. ანუ მაგინა Dwight Howard. ანუ მისტერი მინდიას ბოქსის თამაში მინდოდა და ვაძლევდი ამას Dwight Howard-ს მაგის გამო. 105 მილიონი დარჩა მინდიას ქონება მინდია დააკომპლექტა გუნდი. ვიცი ხო 105 ისე დაგჭათ კი. იმიტომ რომ არ მევაჭრეთ. ჯიბის პულა კრის პოლი მომეცით 90-ში ბიჭო. ციხე შენთან მოდის კავაი, დანკანი, კრის ბოქსში. 60 მილიონად გააყოთ 60 მილიონი. არა, 60 მაქვს მაგრამ მე 20 მრჩევ აუ მეტი არ მინდა, მეტი არ მინდა. მაშინ 40 მილიონად მისტერი ბოქსი. კრის ბოში მოდიოდა power forward-ზე ხო რა თქმა უნდა არა, არა, ცენტრზე. ცენტრზე კრის ბოქსში საუკეთესო წლები ცენტრია გატარებული. არა. power forward. ტორონტოში power forward. ბოსტონში ცენტრი იყო. ბოსტონი ბოდიში ვიხდი. მაიამის ცენტრი იყო. ხო, მაგრამ მაიამის საუკეთესო ჩემპიონობა და ყველაფერი. აი ხება წამყვანი შეხარო კრის ბოში მოკვდა. დანკანი უფრო ცენტრები. 60 მილიონად თუ ან 40 მილიონად ეს კალათბურთელი. კი აბა ორჯერ გეთორეიდის ნაციონალური მოთამაშის ჯილდოს ფლობელია. დრაფტის ერთ-ერთი მოწინავე პიკი იყო ლეი გრიფინი ხო არა და სადებიუტო სეზონი არც ისე კარგი ქონდა 9 ქულა და 7 მოხსნით დაამთავრა.
მე 20 მილიონად არაფერი აღარ დამრჩება, რა თქმა უნდა, ხო? ანუ 20 მილიონიანი კალათბურთელი ყავს საერთოდ. ვერ გეტყვი ხა, წინასწარ ვერ გეტყვი. მე მგონი ეს ბლეიკ გრიფინია. რეალურად. მაგრამ რუკი არ პრაიმში არ იყო ცენტრი. ნუ ეგრე არც კრის ბოში. აი გრიფინი მაგაზე ივან იკამათ ამყვანმა რომ ცენტრი იყო პრაიმში რა თქმა უნდა. კრის ბოში მაშინ როცა პრაიმში იყო გრიფინი power forward. პრაიმ გრიფინი ხო ცხადზეცხადია რომ არ იყო ცენტრი პრაიმში. მე ვერაფერს ვერ გეტყვი. დეტროიტში თამაშობდა მე უკვე გიპასუხებ დანგრეული მაგაზე. უკვე არ თამაშობდა ნორმალურად. პრაიმი მარტო იყო ტორონტოში და იმიტომ იყო. დეანდრე ჯორდანი არ საუკეთესო კარიერა საუკეთესო წლები გაატარა მაიამში. დერევ ანდრე ჯორდანი იქ. ჩემპიონატ და მეგობრები გაიცნო. ცენტრალ ოპერატორი. ეგრე ციხე. გაუმეორე თავიდან. არა, ვიცი, მე უკვე ყველაფერს ამას 65 რჩება power forward-ზე, ამასთან ვაგებ მაინც. ბიჭო, გუნდები ორ ადამიანს უკვე გაკეთებული გვაქვს. ვიცი და ოთარს ვადარებ რა. შენ და ოთარი ხართ რეალურად. და გაძლევს რამდენად 40 დაძლევ ამას, ხო? 40 მაძლევს ბლეიკ გრიფინი. თუ გინდა ანუ ვარაუდი. 400 ტოვი ფული რო დაგიტოვოთ რო ივაჭროთ თუ მაგას ცდილობ 35-დან მოგწევ. რას ნიშნავს? 465. კაი, კუშმარი. 35-დან ვერ ავაჭრებ ბიჭო, პირიქით არის. 900-ია. იაფადოა ძლევ უფრო. ერთი წამით. რამდენად გითხარი თავიდან? 40 დაძლევ ხა ამ იმას რატო უკლებ? მე ხო არ. კაი, არა, სამართლიანი თამაშის წესებით იყოს 40. ლუკა მართალი 40 მილიონად გაძლევ ამ თამაშის. კაი, 20 მილიონიანი აღარ ეყოლება, მე არავინ შანსი არა. ბიჭო. ეწამ. მისტერი ბოქს. არ გინდა. მისტერი ბოქს. მისტერი ბოქს. მისტერი ბოქს. ხო არა, მე რას ვამბობ, მე შეიძლება თავისით დააკლოს 20 მილიონად მომწეს და მაგიტო თქვენთვის სამართლიანად რეი უთამაშე. მისტერიო აიყვანა. სამართლიანად უთამაშე და ბლეიკ მისტერი ბოქს ვირჩი. ტაისონ ჩენდლერია? კი ბატონო. ხო. რეგოდე. გრეგოდე. რეგოდე. რეგოდე. კარგი ხო ქონია ეხ, კარგი. ბიჭო მე თქვენთვის იყო საავადმყოფოში. რეგოდენის რეგოდე და მეორე ოპერაციის შემდეგ. აი მე ალუბალი ტორტი. ოდენი რამდენად იყიდე ოდენი? 40 მილიონი. აივერსონი კობილებრა გრეგოდე. ბიჭო ყველა ითამაშებდა ამათ. როგორც კაილ კორბერს აპასებს გავუშვი. შესაბამისად, აქ ჩვენ დაგჩვენთ სტეფი სტეფანდე. power forward-ი დაგჩვენთ მხოლოდ, ხო? კი, კი. თქვენ არ ყავთ ორს და შემდეგი power forward-ი რომელიც ყავს, ფულებზე გაკეთე. რომელიც არავის არ შეხვდებათ. ძალიან ძვირი ღირს. იმიტომ რომ ძვირი ღირს. გარნეტია, კევინ გარნეტი ხო? არის, რა თქმა უნდა. კიდე კარგი. კევინ გარნეტი 100 მილიონი ღირს და არც ერთ არ შეხვდებათ. კიდე კარგი. ამიტომ პირდაპირ ენტონი დევისი 50 მილიონად. AD მე არ მაქვს 50 მილიონი. რანაირად? მე ვიღებ. შენი არის და ანუ მაშინ რა გამოდის? მისტერი ბოქსი მე მაქვს. მისტერი ბოქსი იმას შენთან AD არის, რამდენად რომელიც აქვს? 50 მილიონად. რა კარგი. რატო აძლევ ეიდის? კაი 65-ად მიეც რა კარგი 65-ად. გუნდია. აუ, რა კარგი გუნდია. ეგრე გიც რა. რა კარგი ეიდი გუნდია. ძალიან აი, ფიორბუსტა. და შენ ბოლოს დაგჭა, ესე იგი, პირდაპირ შენთან მოდის სამწუხაროდ. მისტერი უბრალოდ ბოქსი გეტყვი. ხო, პირდაპირ გამიგეთ მისტერი რა. ბოქსი მოდის შენთან. გავაკეთე. და მაგარი იქნება, ვიცი. მის ზედმეტ სახელში რაღაც სახის ქვეწარმავალია. მთელი კარიერა აღმოსავლეთ კონფერენციაშია გატარებული. და NBA-ის ჩემპიონი გამხდარა. აუ რა. ვინ არის დარჩენილი მეგობრებო power რა forward-თან იმას მივცელო იფიქრე. თქვი ვინ ვინ გონია? რანისი იქნება, რა თქმა უნდა. ქვეწარმავალი გრიგ ფრიკი რა არის რომელი ქვეწარმავალი რო ერთ-ერთი ზედმეტ სახელი შეიძლება იყოს. ანუ ეგა ეხა იმიტომ გაამართლა ნახე აი, გააპრავა. რა გავამართლე, მიდი, მიდი. ილაპარაკეთ, შე, იმჟელე. სხვა რატო შეიძლება რეპტილია იყოს? ვიცოდი ბოში აღარ მოვა ჯდება სხვა ყველაფერი იანისი? აღმოსავლეთ კონფერენციაში უთამაშია. მთელი კარიერა. მთელი კარიერა ჯდება. ჩემპიონი გამხდარა ჯდება. power forward-ზე ვინ შეიძლება კიდე იყოს დაფიქრდით, აბა. აუ იანისია და 20 მილიონი წელს იანის. არა რა 20 40 მაქვს აი ავიღებ მაგას ეს 10 მილიონად ქონდა განსაზღვრული და ბრაიან სკალაბრინი. ციხე. კარგი გუნდი შეკარეთ, ციხე. ბრაიან კარგი გუნდი. სკალაბრინი. ამერჩია კრის ბოში მაინც რავი რა სახეებია, ნახე. სკალაბრინი, გრეგ ოდენი და ნეით რობინსონი ყავს. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, რანაირად მოახერხეთ? თქვენი გუნდი გავიაროთ. მინდია. კაი გუნდი. შენი გუნდი. თუ შეიძლება დაგვიხასიათე. ჩემი გუნდი, ნორ, დიახ, რა. სიმართლე რომ გითხრა, შაკი და კობი რო დავკარგე. სტეფსეგული არ დამწყვეტია, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეხა სტეფს გაყვებოდნენ ბოლომდე რა. და ფიქრობ მაქსიმუმი გადავახტებინე. ყველაზე ძვირი სტეფში და ლებრონში გადავახტებინე. საუკეთესო გუნდი ხავს მოკლედ, მე მეგონა რომ მქონდა ცუდი გუნდი მეყოლებოდა, მაგრამ მაგარი მეგობრებო, ცუდი გუნდი აყოფილი როგორ ვარ გაყავდით, მოკლედ. არ ვიცი. არა, ცუდი გუნდი, აი ციხეს გუნდს ჩახედე და შენ თუ ამას ცუდ გუნდს არ ეძახი შედარებით
მე იმას ვხდები ციხეს გუნდში დაცოვენ უნდა ითამაშოს. ლებრონი. კობიმ და ლებრონი. და ამათ დონეზე რაც სხვა გუნდში ხდება საერთოდ რეკორდები ესე დადგება იმას. ბიჭო სკალაბრინი ოდენი და ნეიტ რობინსონი. ეტროსის კამიდან შეცვლის ხოლმე. არა მოდი თქვათ რომ ცუდი გუნდი ყავს ლებრონთან და კობისთან ერთად გამოვიდა ცუდი. აქეთ მილორა არა, შენი გუნდი. მინდია მიყევი პოინტ გარდი და ჩემი გუნდი არის კრის პოლი დგას გამთამაშებელზე, რომელიც მეორე გამთამაშებელი იყო და ფიქრობ სამართლიანად ანუ მეორე არის, სტეფის შემდეგ საუკეთესო არის ალბათ ამ საუკუნეში. როგორც სუფთა გამთამაშებელი. ლუზერი არის. მაგ კუთხით, რასაც შენ გულისხმობ. თუმცა არა შენი გუნდი მომწონს, არ გიგონოს რომ ის ტრეიდი რო გასულიყო თავის დროზე ნახავდით როგორი ლუზერი იყო გაზოლის და ის ტრეიდი რო დაიბლოკა 2012-ში. მოკლედ, კრის პოლი არის ჩემი გამთამაშებელი. მეორე ნომერზე მყავს ასევე მეორე გამოიტანე დუეინ ვეიდი, კობის შემდეგ საუკეთესო შუთინგ გარდი ჩემი აზრით ამ საუკუნეში. მესამე ნომერზე მყავს კავაი ლეონარდი, რომელიც აი პრაიმი რომ არის ეს ძალიან ბევრი რამეს წვის რა, იმიტომ რომ პრაიმ კავაი ლეონარდი არის ჩემი აზრით არამისზე ნაკლები კალათბურთელი მესამე ნომერზე გარდა ლებრონის. ლებრონ ჯობია. ეცე გემგონია. გარდა ლებრონისა? კი, ამ პოზიციას KD-ს პრაიმ კავაი მე პირადად ჩემს გემოვნებაში უფრო ხდება. კაცია და გუნება. კი ბატონო. მაგრამ მაინც ხო. Power forward-ზე? ხო, power forward-ზე მიდგას სალსახად საუკეთესო power forward-ი ტიმ დანკანი ამ საუკუნის. და ცენტრზე რანაირად შემხვდა დუაით ჰოვარდი არ ვიცი შაკის შემდეგ ფიქრობ თუ ჯოელ ემბიდს და ნიკოლა იოკიჩი ესე არ გჭირდება აი უშუალოდ ცენტრი ბიც კაროჩე სამჯერ მირჩევნია ჰოვარდი პრაიმ ჯოელ ემბიდს ყველაფერს უტრავო ჰოვარდი მაქსიმუმი რომ გაიკეთებინა MVP-ია პრაიმ ჯოელ ემბიდს ხო მაგრამ აი სკორინგ ჩემპიონი ერთი სეზონი ქონდა არა დუაით ჰოვარდი პრაიმში არ დაგავიცოთ რომ საუკეთესო დამცველი ხდებოდა მოკლედ ბეკმა ყოფილი ვარ ჩემი ცენტრი გუნდიდან გამოდიდა და ჯამალ კროუფორდი რომელიც ლამაზად ითამაშა ჩემი გუნდის ღირსება ის არის რომ ესე იგი ხუთივე მოთამაშეს ეხლა ზუსტად ესე მეზარებო და მეგუგლა მაგრამ ვეიტსაც, დანკანსაც, პოლსაც, კავაისაც და ჰოვარდსაც ალბათ საშუალოდ 7 ჯერ მაინც აქვს საშუალოს ვამბობ რა, ის საშუალო 7 დიფენსივ თიმი აქვს, გაკეთე ზოგს 4-5, ზოგს 10-12. კი, ერთადერთი ვინც შეთან დაცვას ვეთამაშებდა კროუფორდია მას. პოლს მინიმუმ 5 ალბათ. მინიმუმ 5 ალბათ. ზოგადად კარგი მცველად ჩემთვის რო რა ეპოქაში ხდებოდა ხოლმე. პოლი თვითონ ალბათ აი მაგის მიხედვით საუკეთესო გამთამაშებლად გულისხმობ დაცვა შეტევის. ვერ ვიხსენებ ახლა პოლს არა მე რას უბრალოდ კარგი მცველი არის თორე მაგასაც თავსადავდა. ალბათ 5 მაინც უნდა ქონდეს დიფენსივ თიმი რა, პირველი ან მეორე. კროუფორდი თამაშება ამასთან დაცვას ეგეც არ აუშვებს. რანაირად ციხე შენი გუნდი. ახლა მე როგორ ვიწყებ გუნდის წარდგენას. ხალხო მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ვთვლი რომ მინდია საუკეთესო გუნდი ყავს, მაგრამ როგორც ბრაიან სკალაბრინი დაჯდა ფინალების შემდეგ, როდესაც ბეჭედი მოიგო ბოსტონთან ერთად და თქვა რომ რა მნიშვნელობა აქვსო? გავა 10 წელი და მე ჩემ შვილებს ვეთყვიო რომ 5 წუთი ვითამაშეო, გავა 15 წელიო და ვეთყვიო რომ მე 6 მოთამაშე ვიყავი, გავა 30 წელიო, მე ვიტყვი რომ 20 წუთი ვთამაშობდიო და გავა 40 წელიო, 50 და ვიტყვიო რომ ფინალების MVP-ს მე საუკეთესო კალათბურთელი ვიყავი. ასე რომ რაიან სკალაბრინი ეგ არის. ასე რომ არ გეგონოთ არაფერი, წითელი მამბა, გუნდში ყავს წითელი მამბაც და შავი მამბაც, ეგ ბევრს ნიშნავს. ყავს ალენ აივერსონი, ნიკას თაობის საყვარელი კალათბურთელი, კობი, ტაპსონას თაობის საყვარელი კალათბურთელი, ლებრონი, ჩემი თაობის საყვარელი კალათბურთელი და ბრესკალბი გრეუდური ნეთრობისონი. პირველი სამი კალათბურთელი დაიმახსოვრეთ და თქვენი ფანობის მიხედვით მიეცით ხმა პოლში. პოლში. სკალაბრინის კიდე ეგეთი კაი რამე აქვს ნათქვამი, რომ მე უფრო ახლოს ვარ ლებრონთან ვიდრე თქვენ ჩემთან. და მართალიც ამაში. ისე ძალიან უცაურია რომ ჩემი თაობის კალათბურთელი საყვარელი კალათბურთელი აივერსონია და იმაზე ტაპსონაზე ამბობ იმას კობის, იმიტომ რომ ერთი თაობა არის, თავიდან ბოლო ერთი წელია სხვაობა. ყველაფერი კარგი, სკალაბრინი მართლა კაი კაცია, უბრალოდ მაინც ლებრონი გადმოწია 4-იანზე. და სკალაბრინის კამზია თამაში. ეგ ჯობია. მოკლედ ხალხო შეაფასეთ არა ობიექტურად, არამედ ვინც გიყვარდების კობი და ლებრონი ყავს, ხო? და აივერსონი. არა, კაი. It just practice. არ გამიკვირდება რომ მოიგოს პოლს. It just practice. კობი და ლებრონი რო მე მგონია რომ სტეფი, კობი და ლებრონი სადაც არის, ის მოიგებს და ციხემ უნდა მოიგოს ამ საზიზღარი გუნდით. რეალურად ეს აუქციონი. ხო, მე ძალიან ყოფილი ვარ და მე მგონია რომ მინდიასთან ერთად საუკეთესო გუნდი მყავს. ამჯერად ამბობ რომ საუკეთესო რომ კონკურენცია მეკნება მე და მინდიას. სტივ ნეში მყავს MVP, ორგზის MVP.
რავი, ასისტების ლიდერი რამდენი სეზონი? ძალიან კაი გამთამაშებელი იყო. 90-40 აქვს ნეშს გაკეთებული 4-ჯერ, რაც არის აი აბსურდული შედეგი. სტივნეში საჯარი 90, სამიანი 40. ჩოკერი. რა სიმართლე უნდა ითქვას. ჩოკერი არ ვიცი. ჩოკერი. მე პლუსებს ზე გავამაყობ. ბრუს ბოუენს ყავს ნაცემი 1-3. კაილ კორვერი, რომელიც თუ პრაიმზე ლაპარაკობთ. გონია რომ სამიანების შოკერი. პროცენტი ქონდა მაღალი. ხო, ძალიან ტოპ იყო. სტეფამდე კაილ კორვერი იყო, რომელსაც ვირჩევდი ხოლმე NBA 2K-ში, იმისთვის რომ სამიანები ჯამბე ყარა. შოკერი. კაილ კორვერი, KD, ალბათ საუკეთესო სკორერი საერთოდ. შოკერი. რა გინდა რა ჩოკერი NBA ესეთი ჩემპიონია გონია რა გაჩვენე. გქონდა ხო? მართლა ესეთი გავიდეს რა. კაპკეიკი, კარგი. კაპკეიკი რა თქვი ჩემპიონია. მორჩა და MVP ფინალების და MVP-ა ზოგადად. ჩოკერი ხარ შენ. რა თქმა უნდა. შენს გუნდშიც იდეაში მანუ ძირითადში უნდა გადავიდეს და კორვერის კამპა. შეიძლება. მაგასაც ხედავ მაგ პერსპექტივას. შემდეგ. ხო, ჩოკერი არის ეს და KD არის ხო, ჩემპიონი. რა თქმა უნდა. ნოვიცკი ასევე MVP-ც და ფინალების MVP-ც და ჩემპიონიც. დირკ ნოვიცკი და შაკი მყავს რა ყველაზე დომინანტი ცენტრი NBA-ის ისტორიაში. ნამდვილად. და საუკეთესო სიქსთმენი. საუკეთესო სიქსთმენი. მანუ ჯინობილი. მაგაზეც გეთახა. საუკეთესო სიქსთმენი. მანუ საუკეთესო სიქსმენია. ეხლა გადავიდეთ ჩოკერს. იმიტომ რომ თვალ სტეფი სიქსმენია. კარია ჩოკერი. არა. ოკეი. იოკიჩი ჩოკერია. ჰარდ გაგზავნა. არა, იოკიჩი ჩოკერია. პოზიციები. არა, იოკიჩი ჩოკერია. შენ ხარ მეთქი, შენი გუნდი. იგუდავა ჩოკერია. იგუდავა ჩოკერია. შენ ხარ. ჯეიმს ჰარდენი. იგუდავა ჩოკერია, აბა რა არის? რონი არტესტი. კაჭი, იგუდავა. Bad mother იგუდავა ძალიან მიყვარს. ენტონი დევისი ვინ მოიგო ტიტული ლებრონისთვის ბაბლში. კი. ვინ მოიგო? გაგზავნა. მართლა მოიგო თვის ტიტული. მოიგო. არა, მოიგო ტიტული. ძალიან დიდი. მოიგო აი, ტიტული. ყოჩა. ესე იგი, ჩემპიონი. ჰარდენი, ყველა. ჰარდენი. და ჰარდენი ვინ შეიძლება ჩოუკერი. არა, ჰარდენი ჩოკერია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ამბიცია გაქვს თუ რამე? ესეთი ამბიცია გაქვს რამე ის? შუჩიმა, ეს გუნდი არის საუკეთესო. ეს ყველაზე კარგი გუნდი. კაი, დელუზიურები შეიძლება. პადაჟდი, არა. გუნჩი. Sorry. ოთაროს გუნდი კაია. Stop. კი, ძა. Steph Curry. იდეალია პოზიციაზე. იდეალი. რონ არტესტი ჰარდენი გაიხსენე? ისტორიაში იდეალი. გუნდში ცემს. იოკიჩი, შეიძლება როცა კარიერა იოკიჩის მორჩება, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე დომინირებული ცენტრი. თავისუფლად შეიძლება რომ უდიდესი კალაბურთელიც იყოს. შეიძლება, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ. დიდი ალბათობით. 105 აძლევათ ვიტყვი იმას. Sorry. ლუკა გახდება. Sorry. 10 მყოთი ვილაპარაკოთ. ოლიმპიელი. მე მგონია რომ როგორ პრაიმშიც არ უნდა იყოს ენტონი დეივისი, მაინც დაიმტრევა თან. კი. პრაიმში, მაგრამ ტიტული მოიგო. 7 თამაშიან ტიტული სერიას მოიგო. თამაშობთ ენტონი დეივისი ამას სამსტოვებს. სამსტოვებს. ჯეიმს ჰარდენის პრაიმი არის რამე 70 ქულა უნდა გადააგდოს ის პრაიმი თუ პრაიმული ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონის ვაყობ და პრაიმი. 20 შტრაფნოები მესამე გამოკვეთილად მესამე გუნდი ყავს რა. რონი არტესტი ბეტმა ნამდვილად. ჭირდება ესეთი ჭირდება ბეტმა გუნდში და ანდრეი უგოდალა ვინ მოიგო ტიტული და წააგო ტიტული. ფინალის აი, MVP შესვლა, ამას როცა არ ეკეთებ. გუნდში თამაშობს იმ წაგებას იგოუდალა საბრალებს. შესვლა ასე არ უნდა გააკეთო. აუ კაი ხა. რა კაი იგოდალას ბრალი რა. სულად ხომ არ ხარ ეს გუნდი სერიაში მოიგებს ნებისმიერ სერიაში ეს გუნდი იქნება საუკეთესო აი რა ჩუნდი იმიტომ რომ გაქვს ბესტ შუთერი ისტორიაში ბესტ ცენტრი ისტორიაში არ ისტორიაში რომელ ისტორიაში მომავალში იოკიჩი შუა საუკუნეებში, შუა საუკუნეებში. 2040 წელს იოკიჩი მე მინდა რომ ვნახო შაკი დაცვაში იოკიჩთან მეც მე მინდა აი პროსტო მინდა რომ ვნახო რამდენი ქულა იქნება შეიძლება 50 მე ვერ წარმოვიდგენ რომ იოკიჩ ჩაკი აჩერებს. ანუ შაკი მე მინდა არ იქით ხარ ხო საინტერესო მაგას ვნახავდი კი. იქით ხარ ვერც გააჩერებს. ხედავ მაგრამ რომელს უფრო ვერ ხედავ პირველი პერიოდის სადღაც შუაში ორ პერსონალურით იოკიჩს სკამზე უფრო მაგას ხედავ რა იმიტომ რომ იმ შაკის გაჩერება არ ვიცი როგორ იქნება და მე მაგრამ ენტონი იქნება დაცვაში ენტონი დევისი რონი არტესტი დაცვაში ანდრეი აუცილებლად გუდალა საუკეთესო ძალიან გუნდი underrated გუნდი დაცვაში სტეფ კარი შენ ძალიან ვინ ყავს ბიჭო, კავაი ლეონარდი და სხვა საუკეთესო. ჩემი კავაი დაცვაც და ყავს. შედევა საუკეთესო თუ მაინც დაგეხმარებით რა თუ მაინც გინდათ რომ ჩემი აშკარა არა, საუკეთესო არტე- გუნდი დააკნინოთ ჩემ გუნდში ჰოვარდი პრობლემა ყავს, რაც ჰოვარდი. არის სროლა ანუ იდეაში განა პრობლემაა ეს დიდი პრობლემა არ არის იმიტომ რომ ლეონარდი მყავს პოლი შენ ყავს მყავს პრო 2000-იანების. ბიჭო არა მე ჩემ პრობლემა რაც არის ძველი კალათბურთია ჩემ პრობლემა რაც არის იდეაში სამიანები არის სამიანი ვაფშე არ არის. სამიანი როგორ ნუ არის ვეიდი კრის პოლი არის და კავაი კრის პოლის სამიანი. პროცენტი ნახე პროსტო ნახე
ნახე. რამდენი? ნახეთ ერთ-ერთმა მიდიახ. მე ვიცი რამდენი. მე არ ვიცი. აი, გუნდები წარდგა დასრულდა პლუსია გონი. ყველა არა, ვარიანტში. მომწონს. 25 პლუსია ყველა ვარიანტში. და ვეიდიც აგდებდა თავისუფალ სამიანს და კავაი ლეონარდი ხო რავი, რამდენიმე სეზონი აქვს 40-ზე მეტ პროცენტით რომ ესვრის. ანუ იდეაში სროლა მაქვს, მაგრამ თუ სადმე მიჭირს არის სროლა. სხვა მხრივ დაცვაში, შეტევაში, ინდივიდუალური ISO, ანუ ყველაფერს თამაშობს. აი, მეგობრებო, თამაშკლაურია. მადლობა ყველას, მადლობა. ჩვენ აყურებელს ვთხოვოთ, რომ შეაფასოს რომელი არის საუკეთესო გუნდი და არაფერი, დავემშვიდობოთ ერთმანეთს. კობი ლებრონი, კარგად. ალენ აივერსონი, ხალხო, AI. მე არ მეწყინება დაწერეთ კომენტარებში ვისი გუნდი გონიათ ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი. გამოყოთ ეს ყველაფერი. 4-მდე მადლობა. თქვენი ბრანია ყველაფერი. 4-მდე შეუძლებელია ჩემ გუნდს აქედან მო. შენი გუნდი მილორ, კაროჩი თამაში